ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმის შესახებ თუ რა არის სულიერი სიბრმავე. ეს თემა წარმოჩენილია სულთმოფენობიდან მე-6 შვიდეულის საკვირაო წირვის სახარებაში. ამ დღეს იკითხება სახარება მათესი მერვე თავის 22-დან 34 მუხლების ჩათვლით და ასევე მეცხრე თავის პირველი მუხლით თავდება ეს მონაკვეთი. წავიკითხოთ ტექსტი სახარებისა. და ვითარცა მოვიდა იგი მიერ კერძო სოფელსა მას გერგესეველთასა, შეემთხვივნეს მას ორნი ეშმაკეულნი, რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან. ფრიად ბოროტნი, ვიდრეღა ვერვის ხელეწიფებოდა წარსვლად მიერ გზით. და ღაღატყვეს და იტყოდეს, რა იძეს ჩვენი და შენი იესო ძეოხთისაო, რამე თუ მოხვეთ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩვენდა. და იყო შორს მათგან კოლტი ღორთა მწოვარი. ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდნენ მას და ეტყოდეს, უკვე თუ განგვასხამ ჩვენ, მიბრძანე ჩვენ მისვლად კოლტსა იმას ღორთასა. და რქვა მათ მივედით. ხოლო იგინი განვიდეს კაცთა მათგან და მიმართეს კოლტსა მას ღორთასა. და მიიმართა ყოველმან მან კოლტმან ღორთამან კბოდესა მას ღვისასა და მოსწყდეს იგინი წყალთამად შინა. ხოლო მწყემსნი იგი იუტოდეს და წარვიდეს ქალაქად და უთხრეს ეშმაკეულთა მათთვის. მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხვევად იესოსა და იხილეს იგი და ევედრებოდეს, რაითა წარვიდეს საზღვართან მათთაგან. უპირველეს ყოვლისა ჩვენ ხედავთ აქ სულიერი სიბრმავის ორ სახეობას ამ მონაკვეთში სახარებისეულ ამ თხრობაში. პირველი ეს არის ნაწილობრივი სიბრმავე. რას ნიშნავს ნაწილობრივი სიბრმავე სულიერი? ეს ნიშნავს, რომ ადამიანის ბუნება დაცემულია და მას არ შეუძლია ყოველთვის და ხშირ შემთხვევაში გაარჩიოს კეთილი ბოროტისაგან, ჭეშმარიტება სიცრუისაგან. ანუ მისი სულიერი ხედვა დახშულია. ნათლობისას, ქრისტიანული ნათლობისას მართლმადიდებელ ეკლესიაში ადამიანი ახლიდან იბადება. და მას მისი სული არის უცოდველი და მისი ხედვა არის ნათელი. ანუ იგი სულიერად მისი ხედვა, სულიერი ხედვა არის ჯანსაღი. მაგრამ შენარჩუნება აი ამ ხედვისა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება ესეთი შეურიგებელი ბრძოლა ცოდვასთან. და ამას აღწევენ ერთეულები, მცირედნი აღწევენ, მათ წმინდანები ეწოდება და ამიტომაც მათ აქვთ სწორედ უნარი გაარჩიონ კეთილი ბოროტისაგან, ჭეშმარიტება სიცრუისაგან და ისინი არიან სწორედაც აი ასეთი დასაყრდენი ეკლესიისა და ეკლესია მათი საშუალებით მოძღვრავს მრევლს, სამწყსოს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ნაზიარებია სულიწმინდის მადლს, იმის შესაბამისად თუ რა ხარისხით ახერხებს ცოდვების აღმოფხრას, შესაბამისად მისის ხედვა ან ესე იგი ახლოვდება ჭეშმარიტებას, ან ცილდება. ამიტომ ასეთი ხედვა შეიძლება ითქვას, რომ არის სულიერი სიბრმავის, ასე იგი ნაწილობრივი სიბრმავის მატარებელი.
ასეთი ნაწილობრივი სიბრმავე ქონდათ რასაკვირველია მონათლამდეც. ადამიანებს, მათ შორის წარმართებსაც, იუდეველებსაც და წარმართებსაც და აი ასეთები იყვნენ გერგესეველები. ეს იყო მხარე, სადაც ძირითადად წარმართები ცხოვრობდნენ და აი აქ რაც ჩვენ მოვისმინეთ, ეს მათი სიბრმავე, რომ ისინი ვერ აღიქვამენ მაცხოვრის მიერ უდიდეს სასწაულებს. პირველი რომ მან განკურნა ანუ ბოროტისულებისგან გაანთავისუფლა ორი ადამიანი, რომლებიც არა მარტო თვითონ იტანჯებოდნენ უკიდურესად, არამედ დიდ საფრთხეს უქმნიდნენ სოფლის მაცხოვრებლებს, იმ გზით გავლა ფაქტიურად სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელი იყო და აი ასეთი წყალობა მოიღო ამ სოფელზე, ამ ჯერ თავად ბოროტისულით შეპყრობილებზე და შემდეგ მთელ სოფელზე. მეორე მათ ვერ აღიქვეს, რომ აი ეს ბოროტისულები, რომლებიც განასხა შეპყრობილი ადამიანებისგან, იმდენად, ესე იგი, მძვინვარენი იყვნენ, რომ ხორის კოლტი გადაჩეხეს და ზღვაში დაახრჩვეს. და აი აქ ჩანს, რომ ისინი ნებართვას იღებენ, ჯერ ერთი შეშინებული არიან, როცა მაცხოვარს ხედავენ და ესე იგი ეუბნებიან, რატომ მოხვედით ჩვენ სატანჯავად. როდესაც ჯერ დრო არ არის, ანუ იგულისხმება, რომ მასულებმა იციან, რომ დადგება ჟამი მეორედ მოსვლის წინ, როდესაც სრულად განიდევნებიან ისინი კაცთა, ასე ვთქვათ, მოდგმიდან და დაინთქმებიან ჯოჯოხეთში. მეორედ მოსვლამდე მათ ჯერ კიდევ აქვთ საშუალება, რომ იყვნენ დღის სინათლეზე და აი ეს კიდევ ზემოქმედებდნენ ადამიანებს. და ამის საშუალება აღარ იქნება და იციან, რომ ეს არის უდიდესი ტანჯვა და აი ამას ითხოვენ, რომ არ განასხას ჯოჯოხეთში, არამედ და მიცეს უფლება, რომ დარჩენ და რატო ითხოვენ ღორის კოლტში, რომ შევიდნენ? იმიტომ ითხოვენ, რომ ფიქრობენ, რომ ისინი გადაჩეხავენ ღორის კოლტს ზღვაში და ამით გერგესეველები უკმაყოფილებას გამოიწვევენ და ისინი აღარ მიიღებენ იესო ქრისტეს ქადაგებას. ამით უნდათ შეუშალონ ხელი. ეხლა მაცხოვარმაც იცის ეს, რომ ეს ასია, მაგრამ ის თანხდება ამას. ჯერ ერთი შეხედვით რატო უნდა დათანხდეს თითქოს და მაცხოვარი, რომ ეს ღორის კოლტი დაიხრჩოს ზღვაში. ნუ გარდა იმისა, რომ ზოგადად ცხოველების და ბუნების მიმართ რასაკვირველია მაცხოვარი ქადაგებს სიყვარულს და ზრუნვას ბუნებაზე, ცხოველებზე, ცხოველთა სამყაროზე, გარდა ადამიანისა, ასევე ესე იგი ეს არის ქონება ამ გერგესეველთა და აი ასე ერთი ხელის დაკვით ამ ქონების მათთვის წართმევა თითქოს რატო უნდა რითი რა საფუძველი შეიძლება ქონდეს. მაგრამ ამას აქვს ძალიან ესეთი წინა მამათა განმარტების მიხედვით ახსნა, რომ თავისთავად ამ მხარეში, გერგესეველთა მხარეში წარმართების გარდა იუდეველები ცხოვრობენ და იუდეველებისთვის აკრძალული იყო ღორის ხორცის საკვებში გამოყენება და ბუნებრივია აი ეს მათ საზოგადოებაში ღორის ყოლა გამრავლება წარმართების მხრიდან ეს იყო გარკვეული დანაშაული, რაც ფაქტიურად დაჟჯის ღირსი იყო. მაგრამ მთავარი აქ ის იყო, რომ მაცხოვარმა იცოდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ბოროტისულით შეპყრობილი განიკურნა და ამ ამბავს ასაკვირველია გაიგებდნენ სოფელში მცხოვრებნი, მაინც ისინი არაფრით არ მოვიდოდნენ ამის სანახავად, თუ
არა ის მიზეზი, რომ მათ ასეთი ქონება დაკარგეს. ანუ ფაქტიურად ეს იყო საშუალება, რომ გარდა იმისა, რომ ეს იყო სასჯელი, ეს იყო საშუალება, რომ ისინი მოსულიყვნენ და ეხილათ აი ეს ესე იგი ორი ბოროტისულით შეპყრობილი, განკურნებული ეხილათ ისინი, რათა დაენახათ ძალა ღვთისა და მადლობა შეეწირათ ღმერთისთვის ამ წყალობის გამო. და მართლაც ასეც მოხდა, როგორც კი ღორის კოლტი დაიხრჩო ზღვაში, მწყემსები მივიდნენ გერგესაში და მოუყვნენ ამის შესახებ ჯერ ბოროტისულით შეპყრობილთა განკურნების შესახებ პირველ რიგში და მერე აი ღორების კოლტის დახრჯობის შესახებ და ისინი თითქმის მთელი სოფელი მოვიდა და როგორი იყო მათი რეაქცია? აი საოცარი იყო მათი რეაქცია. ეს იყო, ესე იგი, ისინი თხოვდნენ მაცხოვარს, რომ ისინი განშორებოდა. ესე იგი, მათთვის სულიერ აი ამხელა სიმდიდრე იხილეს, სულიერი ღვთაებრივი ძალა იხილეს, როგორ ბოროტისულით შეპყრობილები განიკურნენ, როგორ ესე იგი სოფელს აერი და ასეთი მძიმე განსაცდელი, როგორ ესე იგი ბოროტსულებს ზე ხელმწიფება აქვს უფალს და რა დიდი ძალა აქვთ ამ ბოროტსულებს და აი როგორ შეუძლია ისინი ღმერთმა ასე ვთქვათ თავისუფლად დასაჯოს და მისი ნების გარეშე რომ ისინი ვერაფერს ვერ აკეთებენ. აი ეს ყველაფერი მათ იხილეს, მაგრამ მათ აი სწორედ აი ასეთი სულიერი სიბრმავის გამო მათი მთელი არსება იყო არსება შეძრული იმითი, რომ მათ ქონება დაკარგეს და მათ წარმოდგენაში იესო ქრისტესთან მომავალში ურთიერთობის გაგრძელება ასევე იქნებოდა მათი ჩვეული წესისა, ესეთი მიჯაჭვულობის მიწაზე ხორციელ მოთხოვნილებებზე მიჯაჭვულობის წესის დარღვევა, აი ამის საფრთხე დაინახეს. ანუ ისინი ვერ მოსწყდნენ აი ამ წუთიერ წარმავალ, ასე ვთქვათ, თავის ვნებებს და ისურვეს, რომ განშორებოდა მათ მაცხოვარი. ასაკურველია მაცხოვარი განშორდა, მაგრამ თავარი ის არის, რომ აი როგორი არის სიბრმავე ადამიანისა, რომ მის წინაშე გაცხადდა უფლის ღვთაებრივი ძალა, ყოვლისშემძლე ძალა, იხილეს უდიდესი სიკეთე და მათ არ უჩნდებათ სურვილი, რომ აი ამ ძალას, ასე ვთქვათ, შეეხონ, მიიღონ ეს მადლი, რომელიც მოდის აი ამ ღვთაებრივი ხელმწიფების მქონე პიროვნებისგან, მოისმინონ, ესე იგი, მისი სწავლება და აი არაფერი არ უნდათ, ოღონდ ჩვეული ცხოვრების წესი არ დაირღვეს. და ჩვენ ვთქვით, რომ არის ორი სახეობა სულიერი სიბრმავის, ერთი ნაწილობრივი, რომელიც ნაწილობრივ არჩევს სიკეთეს და ბოროტებას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მაინც მისთვის ეს დახშულია, მაგრამ არის კიდე სრული სიბრმავე, სულიერი, როდესაც აი სწორედ ბოროტისული შეიპყრობს და ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანის ცოდვებში იმდენად იძირება, რომ ვეღარ ეწინააღმდეგება ცოდვას და აი ესეთ უკვე სულიერად დამძიმებულ ადამიანში მადლი სრულიად განეშორება მას და ბოროტისული მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებს, რომ უკვე შევიდეს და ჩასახლდეს ადამიანში და მართოს იგი, ანუ მონათაქციოს იგი და აი ეს არის სრული სიბრმავე, სრული დაბნელება გონებისა, სულიერი ხედვისა, როდესაც ადამიანი უბრალოდ ხდება იარაღი ბოროტი ძალის ხელში. და მთავარი აი ამ სახარებაში ის არის, რომ ჩვენ ლაპარაკობთ წარმართ გერგესეველებზე, რომელთაც ვერ იცნეს ღმერთი, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღესაც ქრისტიანთა შორის
არის შემთხვევები ჩვენ ცხოვრებაში, როდესაც ჩვენ სულიერ და მიწიერ აი ასეთ ღირებულებებს შორის არასწორ არჩევანს ვაკეთებთ. ხშირად იმისთვის რომ არ დავკარგოთ ჩვენი, ესე იგი, მიწიერი ასეთი სიმდიდრე, მიწიერი ქონება, სიკეთე, რაც მიწიერად გაგვაჩნია, ჩვენ ხშირად მზათა ვართ, რომ გავწიროთ სულიერი. აი მაგალითად ესეთი კითხვა იბადება, რომ აი რომ ეთქვათ გერგესეველებისთვის, ან თუნდაც აი თანამედროვე ადამიანისთვის, რომ იმისათვის, რომ აი განიკურნოს ბოროტი სულით შემპყრობილი, აი შენი ქონება უნდა ესე ვთქვათ გასწირო. აი რამდენად ამას შეძლებს ადამიანი და აი ეს არის სწორედ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ სიკეთე ვაკეთოთ, როდესაც ჩვენ გამსხვერპლს ითხოვს ჩვენ ცხოვრებაში არსებული მოვლენები სიკეთისათვის, ჩვენ ამ სიკეთისათვის სხვერპლის გაღება გვიჭირს და ფაქტიურად ეს იმიტომ, რომ ჩვენ მიჯაჭვულნი ვართ აი ამ ფიზიკურ მიწიერ მოთხოვნილებებზე, ხორციელ მოთხოვნილებებზე და სინამდვილეში აი ამის გაღება, აი ამის სხვერპლის გაღება ეს ადამიანს სულიერად ამდიდრებს და სულიერად მდიდარ ადამიანს მიწიერი სიკეთეც ეძლევა. ამიტომაც სწორედ ეს არ არის მხოლოდ ამბავი გერგესეველების სულიერი სიბრმავის შესახებ. ეს არის ამბავი ნებისმიერი ეპოქაში, ჩვენს დროშიც, რომ ხშირად არჩევანი ჩვენი არ კეთდება სწორად, რომ ჩვენ ხშირად მიჯაჭვულნი მიწიერ კეთილდღეობას, მიწიერ ესე ვთქვათ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, სიმდიდრეს, სიკეთეს ასე ვერ ვთმობთ მაშინ, როდესაც ჩვენგან უფალი ითხოვს ასეთ სულიერ ქმედებას და რაღაც მსხვერპლის გაღებას სულიერის მისაღებად. აი როცა არჩევანია იმისთვის, რომ სულიერ სიმდიდრესა და მიწიერ სიმდიდრეს შორის გავაკეთოთ არჩევანი, აი ხშირად ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს მიწიერი სიმდიდრისაკენ, რაც არის სწორედ აი სულიერი სიბრმავე. და ღმერთს ვთხოვოთ, რომ ღმერთმა დაგვიფაროს და დაგვიცავს ამ სულიერი სიბრმავისაგან, აგვიხილოს სულიერი თვალი, რათა გავაკეთოთ, მუდამ გავაკეთოთ სწორი არჩევანი სადიდებელად ღვთისა და საცხოვნებელად სულთა ჩვენთა. ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენ ვიმყოფებით სულთმოფენობიდან მე-7 უკაცრავად მე-6 შვიდეული ამავე დროს დაემთხვა მე-6 შვიდეულის კვირადღე დაემთხვა 12 მოციქულის ხსენებას, რაც არის სვეტი ცხოველობა, გილოცავთ სვეტი ცხოველობას და კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი მოციქულება ეს არის სწორედ აი ისეთი სულყოფილების, ისეთი ხარისხი, როდესაც შენ არა მარტო თავად აგეხილა სულიერი თვალი, არამედ შენ გაქვს ძალა დაეხმარო სულიერი თვალის ახელაში სხვა ადამიანებს. და კიდევ ერთხელ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმ ფაქტს, რომ საქართველოს ეკლესიის უმთავრესი ტაძარი, სვეტი ცხოველი 12 მოციქულის სახელობის არის. და ესე იგი თავიდანვე ღვთისმშობლის წილხდომილი ერი ხედავდა აი ამ თავის დანიშნულებას იმაში, რომ სულიერ სინათლეში ყოფილიყო, სულიერად თვალახელილი ყოფილიყო და არა მარტო თვითონ ყოფილიყო, არამედ ეზრუნა სხვების სულიერი თვალის ახელაზე და ეს არის ჩვენი მისია და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად წვდიანი დაისადგურებს კაცობრიობის წიაღში, სამყაროში, აი სწორედ მაშინ იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი აი ამ სულიერის ხედვის შენარჩუნება, ჭეშმარიტების შენარჩუნება და აი ეს არის ღვთისმშობლის წილხვედრი ერის
მისია რომ შეინარჩუნოს ამ და აი ამ წუდიათში ის მიერ შენარჩუნებულმა ნათელმა ბევრისთვის კიდევ აი ეს მენს შენარჩუნების საშუალება მისცეს, ანუ იქადაგოს მთელ სოფლიოში ბოლო ჟამს, როცა წუდიადი სულიერი წუდიადი მოეფინება და სულიერი სიბრმავით დაბრმავდება მთელი სოფლიო. აი ეს არის ჩვენი მისია და არ არის შემთხვევითი რომ აი ეს დაემთხვა ეს სახარება სწორედ 12 მოციქულის ხსენებას და ჩვენი თავარი ტაძრის სვეტიცხოვლის დღესასწაულს. გილოცავთ ამ დიდებულ სამოციქულო დღესასწაულს, რომელთმა დაგლოცოთ და მრავალს დაგასწროთ. ჩვენთან არს ღმერთი.